გორში ქართულმა მედია ჯგუფმა ხელოვნური ინტელექტის AI კონფერენცია გამართა. პროექტის ფარგლებში GMG-ს ბაზაზე შეიქმნა AI აკადემია მეტალაბი, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა ადგილობრივ საზოგადოებასაც გაუზიარეს. ექსპრეს კურსის მიზანი იყო დაეხმაროს ჟურნალისტებს, იურისტებს, უფლებადამცველებსა და სხვა სფეროს წარმომადგენლებს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამოუკიდებლად მუშაობაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 6 პრეზენტაცია, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ AI გაცილებით მეც მოიცავს, ვიდრე მხოლოდ ChatGPT-ს. შესაბამისად, მისი ცოდნა ყველა დარგისთვის აუცილებელი ხდება. ღონისძიების მეორე ნაწილი პანელ დისკუსიას დაეთმო, სადაც ექსპერტებმა AI რისკების შესაძლებლობები და მომავალი განვითარება მიმოიხილეს. დღეს ჩვენ ჩავატარეთ პირველი AI კონფერენცია რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, უპრეცედენტო მასშტაბის. პირველი ნაწილი დაეთმო ჩვენი კურსანტების მომზადებულ ხელსაწყოებს, სხვადასხვა ხელსაწყოებს ხელოვნური ინტელექტის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ ეპოქაში, ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და მეორე ნაწილი კი დაეთმო პანელ დისკუსიას იმ თემებზე საუბარს, როდესაც ჩვენ გადავართ უკვე ზოგადი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ასე ვთქვათ, საშუალებადიან პერიოდში, რა გამოწვევები გვექნება ზოგადად ქვეყანას, კაცობრიობას, ვინ დაკარგავს სამსახურს, ვის ადგილს დაიკავებს, AI აგენტებზე ვისაუბრეთ ასევე ჰუმანოიდ რობოტებზე და იმ ეპოქაზე, რაც უკვე კარს არის რეალურად მომდგარი და ის აქ არის და რეალურად ყველა ჩვენთაგანი უნდა ვემზადებოდეთ და ყოველდღურად ვფიქრობდეთ და რაც თავარია დავიწყოთ ახლებურად აზროვნება ამ ყველაფერზე იმისათვის რომ რეალურად გადავრჩეთ და გავუძლოთ იმ ახალ გამოწვევებს, რა გამოწვევებსაც გვთავაზობს ხელოვნური ინტელექტი. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ყველა პროფესიას შეეხება გამოწვევები, რომელსაც ქმნის ერთის მხრივ ხელოვნური ინტელექტი და მეორეს მხრივ კიბერუსაფრთხოება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელ სამყაროში. ქართულმა მედია ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით შიდა ქართლის რეგიონი ყოფილიყო პირველი, სადაც AI კონფერენცია გაიმართებოდა და ჩვენი პროექტის მონაწილეები წარმოადგენდნენ იმ ძირითად ინსტრუმენტებს, რაც შეიძლება დაჭირდეს მედიცინას, იურისტებს, შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები, რაც საგამოძიებო ჟურნალისტიკას მოიცავს და ყველა ის ინსტრუმენტი, რაც დღეს ფაქტიურად უამისოდ ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ. გვინდა თუ არ გვინდა მოცემულობა ასეთი არის, რომ თუ ფეხს არ დავუწყობთ ამ თანამედროვე გამოწვევებს, ფაქტურად აღმოჩნდებით ძალიან ესეთ სიტუაციაში, რომ კონკურენციას ვეღარ გავუძლებთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შიდა ქართლში იყოს განვითარებული საზოგადოება და სწორედ აქ მყოფი მოქალაქეების სურვილი, რომ დაინტერესდნენ ამ ღონისძიებით, სწორედ ამას ადასტურებს. დღევანდელ სამყაროში რევოლუციურად შემოიჭრა ხელოვნური ინტელექტი, თუმცა რა თქმა უნდა, ეგ სამყაროში მზადდებოდა ეს რევოლუცია, რომელიც ჯერ კიდევ უცნობიერას მოიტანს. დღეს ამ კონფერენციაზე განხილული იქნება საკითხები, რომელიც AI შესაძლებლობებს ეხება, ასევე მის შეზღუდვებსაც და იმ საფრთხეს, რომელიც შეიძლება მას გაველოდოთ და გავითვალისწინოთ უკვე ის არსებული ინფორმაცია, რომ რა გავლენა ქონდა ამ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში ეს გენერაციულ ახალ თაობას AI-ში, ყველაზე მეტად ChatGPT-ს რა თქმა უნდა, თუმცა სხვებსაც და ამთან გაზიარებით შევძლებთ რაღაც საინტერესო მიგდებების წარმოჩენას გორიგ აუდიტორიისთვის.